places we've grown, all of us are done for. აკვარიუმი მართლაც ამშვიდებს, ხოლო თევზების გაშვება არ არის. Სასაჭიროა ლამაზადაც გაფრონდეს და რომ მოუხდეს ოთახს. უმჯობესია თევზს რო ავირჩევთ, პლუს შევქმნათ იგივე გარემო, ბუნებრივი გარემო, უნდა განათავსოთ აკვარიუმში ისეთი თევზები, რომლებიც ერთმანეთს შეეწყობიან. ზოგი არის ძალიან აგრესიული და ზოგი არის ნაშვალოდ აგრესიული. ისე ყველა თევზს თავიანთი ტერიტორიები აქვს და შესაბამისად თავიანთ ტერიტორიებსაც იცავენ. აუცილებელი ასევე აკვარიუმის შეძენასთან ერთად თავისი სპეციალური აქსესუარებიც შეიძინოთ, ნამათბობელი და ფილტრაციის სისტემა, რაც თევზს ჟანგბადს აწვდის. საჭიროა კვირაში ერთხელ გამოუცვალოთ აკვარიუმის წყლის მოცულობის მესამედით. ეს ოქროს თევზებია, მევადურმა რო დაიჭირა და სამი სურვილი რო აუსულა. Откуплюсь, чем только пожелаешь. Заехал ჩავყრი და მოიღო სამი სურვილი, ჩემი ზრუზა და ძალიან თხოვ შეიძლება შეგის. ესენი ცივი წყლის თევზები არიან, ანუ ამათ არ ჭირდებათ ამათბობელი, სავსებით ადვილი მოსავლელი არის და საქართველოში ძალიან პოპულარულია ეს თევზი. ოქროს თევზი, ცივი წყლის თევზი, საკვები მცენარეული დღეში ერთხელ. წყლის მინიმალური მოცულობა 40-დან 50 ლიტრამდე. კვირაში ერთხელ საჭიროა წყლის 1/3-ის გამოცვლა. ეს არის ალიგატორ გარს ეძახიან. ნიანგი ვიცვია, ხო? ძალიან ძველი თევზი არის, იურიული პერიოდის თევზია. ერთ-ერთი ლამაზი და პოპულარულია აკვარიუმის. წაცებელი არის და იკვებება მხოლოდ ცოცხალი თევზებით იკვებება, ან თევზის ფილით. დიახ და ძალიან დიდი იზრდება ეს. ეს ძალიან დიდი რო გაიზრდება და თუ ძალიან მოგაბეზრებს თავს, მე აიღებ ტაფაზე შეაშიშხინა, ხო? ამახო დამღარა და ერთხელ დაადგინა. ალიგატორი წყლის ტემპერატურა 24-დან 28 გრადუსამდე. საკვები, ცოცხალი თევზები, ჭიები დღეში ორჯერ. წყლის მინიმალური მოცულობა 200 ლიტრი. კვირაში ერთხელ საჭიროა წყლის 1/3-ის გამოცვლა. ესენი არიან აფრიკული ციხლიდები, მტაცებლები. აფრიკაში არის ტანგანიკის ტბა და იქიდან არიან ეს თევზები. აფრიკული ციხლიდი. წყლის ტემპერატურა 24-დან 28 გრადუსამდე. საკვები, მზა, მშრალი, როგორც მცენარეული, ისე კალორიული. დღეში ორჯერ. წყლის მინიმალური მოცულობა 150-დან 200 litrამდე. კვირაში ერთხელ საჭიროა წყლის 1/3-ის გამოცვლა. ვიცანი ეს არის ნემო, ხო? მულტიმილიონი. დიახ, ნემო არის, ამფიპრეონის ჯიში არის ეს თევზი. ეს უკვე არის ზღვის აკვარიუმი. ზღვის აკვარიუმს და ზღვის თევზებს ჭირდებათ შესაბამისი მარილი უნდა იყოს, წყალი უნდა იყოს მარილიანი და ასევე შესაბამისი ფილტრაციის სტრუქტურა. You had a plenty money 1922. You let other women make a fool of you. Why don't you do right? მე ძალიან მომწონს აი ეს თევზი, ეს მტაცებელია თუ არ ვწდები, ხო? თან ადამიანის გამომეტყველება აქვს, ალბათ დიდი თვალები რო აქვს, ამან მაგის. ეს არის ჰიბრიდი, ესე ვთქვათ. აზიაში არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ძვირადღირებული თევზი flower corn. სცენარეებით ძალიან მრავალფეროვანი ხდება აკვარიუმისტიკაში. რჩევა მცენარე იმის დამხედვით თუ რა თევზს გაუშვებთ. მცენარის ჩარგვისთვის გჭირდება საკმაოდ მაღალი გრუნტი, რომ ფესვები ხუმად ჩაერგოს მიწაში. მცენარეს ჭირდება კარგი განათება, ასევე ნახშირო ჟანგი, ფოტოსინთეზი რომ მოხდეს და მცენარე გაიზარდოს.